მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, აქვე შეგახსენებთ რომ ერთ დღეს არის ჩაწერილი ეს იარაღები, ოღონდ გვინდოდა რომ სერიებად გავიკეთებინა, უფრო საინტერესო იქნებოდა, უფრო გასაგები იქნებოდა. რა თქმა უნდა. და ერთ დღეს არის მეგობრებო, რა თქმა უნდა და ეხლა აგვიხსნის ძალიან მაგარ იარაღს, მაგარ თოპს, რომელიც მე მაგრად მომწონს, მაგარი კლასიკური თემაა და მოვიდა დრო კლასიკური იარაღის. ესეც იგივე ფილმის ეტენალის ფილმის იარაღი არის 12 კალიბრი. იყო მოთხოვნა ჰორიზონტალზე, ძირითადად მაინც ვერტიკალური იარაღები არის შემოსული და მოთხოვნა გამომდინარე შემოვიტანეთ ჰორიზონტალური იარაღი. არის ცალგამოსაკრავიანი, ლულის გადამრთველი აქვს ჩამკეთ მექანიზმზე, დამცავ მექანიზმზე და არის ტყვის ამომწევით. ანუ ინჟექტორი არ არის. ამონგდები არ აქვს. უბრალოდ ტყვის ამომწევი არის. ასევე არის საცვლელ ჩოკებზე ესინიც. ეხლა გვიყენია ჩვენ 5 ჭრილიანი ცილინდრი მარცხენა ლულაზე და მარჯვენა ლულაზე გვიყენია 4 ჭრილიანი. შედარებით შევიწროება. ბევრი არაფერი. ნახოთ შედეგი როგორი იქნება. მოკლედ მეგობრებო, ვინაიდან და რადგანაც ეხლა გამიხილავთ ორლულიანი იარაღს, შევამოწმოთ წვრილსაფანზე 10 ნომერზე და შევამოწმოთ წვრილსაფანზე 3 ნომერზე. ორივე გასროლას განახორციელებს ზედიზედ, რადგან ორლულიანი გვაქვს. გვაქვს ცილინდრი 5 ჭრილიანი და მეორე ლულა 4 ჭრილიანი. ახლა ნახე ხმარა ხელა იქნება. ყველაზე მაგარი ჯგუფი მეგონი დღეს რაც გაკეთდა. ოღონდ მართლა. ყველაფერი არის იდეალურად შესრულებული. მოდი არ მოვნიშნავ წვრილსაფანტი ჩანს და მსხვილი საფანტი ჩანს. და ახლო კადრით როგორ გამოჩნდება, აბა თუ გამოჩნდება, მოჩვენოთ. მე მგონი ყველაფერი კარგად ჩანს, წვრილიც, მსხვილიც მონიშნა აღარ ჭირდება. იდეალური ჯგუფია. მოკლედ დღეისთვის ეს იყო მეგობრებო. განვიხილეთ 4 იარაღი და ეტაპობრივად გაგრძელდება მსგავსი ვიდეოების ჩაწერა. თუ მოგეწონათ, თუ გაინტერესებთ, თუ რამე კითხვა გაქვთ, გინდა კონკრეტული იარაღთან დაკავშირებით, გინდა სროლასთან, ნადირობასთან, მოხმარებასთან, რამესთან დაკავშირებით, მოგწერეთ კომენტარებში და შევეცდებით მაგ ყველაფერზე ჩავწეროთ ვიდეო და დეტალურად ავხსნათ. ბუნებაში გასვლა, გინდაც ნადირობა, გინდაც სასწავლებლებზე და იარაღის მოხმარება და სწორი წესები რომ ვიყოთ უსაფრთხოდ და არაფერი დავიზიანოთ იარაღის მოხმარებისას. აბა დროებით. აბა მაგრად მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ისევ თევზაობას, რა თქმა უნდა, უბრალოდ შედარებით შემოგვიხმელებით ხოლმე იარაღის გასწორებით და ასე შემდეგ და აბა დროებით.